მარკ მენსონის ბესტსელერის ფეხებში დაკიდების ნატიფი ხელოვნების მთავარი იდეა სიმართლე გითხრათ საკმაოდ მარტივია. შეწყვიტეთ ბედნიერების დევნა. უცნაურად ჟღერს. ამ ანალიზში ზუსტად იმას გავიკებთ, თუ რატომ შეიძლება, რომ მუდმივი პოზიტივისკენ სწრაფვა სინამდვილეში პირიქით გვაუბედურებდეს. მოდით ჩავუხმავდეთ. აბა, დაფიქრდით, ჩვენს გარშემო ხომ მთელი სამყარო პოზიტივითაა შეპყრობილი. სოციალური მედია, ციგნები, რეკლამები, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ერთი და იგივე გზავნილია. იყავი მუდამ ბედნიერი, იყავი წარმატებული და ღიმილი არ მოიშორო სახიდან. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? რა მოხდება თუ ეს მუდმივი სწრაფვა იდეალური ცხოვრებისკენ პირიქით ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს? აი ეს არის წიგნის ცენტრალური, ცოტა პარადოქსული იდეა. ამას მენსონი შებრუნებულობის კანონს უწოდებს. ანუ რაც უფრო მეტად ვცდილობთ თავი კარგად ვიგრძნოთ, მით უფრო უკმაყოფილოები ვხდებით. რატომ? იმიტომ რომ ბედნიერების დევნა გვახსენებს, რომ ის ახლა არ გვაქვს. და პირიქით, ნეგატიური გამოცდილების მიღება თავისთავად პოზიტიური გამოცდილება ხდება. მოდით პირველი ნაწილით დავიწყოთ. პოზიტიურობის ტირანია. ნახოთ, რას გულისხმობს ეს ეწოდებული ტოქსიკური პოზიტიურობა და რატომ არის ის პრობლემა. მენსონი ამ ფენომენს უკავშირის ჯოჯოხეთურ მარკუჟს უწოდებს. ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია, არა? მაგალითად, ღელავთ რაღაცაზე. და მერე იწყებთ ღელვას იმაზე, რომ საერთოდ რატომ ღელავთ. ფიქრობთ, თავი ხელში უნდა ავიყვანო. და სწორედ ეს მეორე ფენა აქცევს უბრალო შფოთვას ნამდვილ ტანჯვად. აი ზუსტად ასე მუშაობს ეს ციკლი, ეტაპობრივად. ყველაფერი იწყება ჩვეულებრივი ნეგატიური ემოციით, ვთქვათ, შფოთვით. შემდეგ, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მიიღო ეს გრძნობა, შენ საკუთარ თავს აკრიტიკებ ამის გამო. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო ამძაფრებს პირვანდელ შფოთვას. შედეგად, ვრჩებით ამ მარყუშში და ვკარგავთ კონტროლს. და რა არის გამოსავალი? ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს რთული. შეწყვიტეთ ბრძოლა. მენსონის აზრით, ტკივილი, მარცხი, შფოთვა, ეს ყველაფერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი არ არიან მტრები. და როგორც კი ვწყვეთ მათთან გამუდმებულ წინააღმდეგობას და ვიღებთ როგორც ნორმალურ მოვლენას, ისინი ჩვენზე ძალაუფლებას კარგავენ. კარგი, გადავიდეთ მეორე ნაწილზე, აირჩიე შენი ბრძოლა. მაშ რას ნიშნავს სინამდვილეში ფეხებზე დაკიდება? იცით, ეს საერთოდ არ არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცნებები კარგად გაუმიჯნოთ. ფეხებზე დაკიდება არ ნიშნავს, რომ იყო გულგრილი და აპათიური. ეს შეუძლებელია, ადამიანებს ყოველთვის რაღაც გვადარდებს. ეს ნიშნავს იმას, რომ შეგნებულად ირჩევ რაზე ღირს შენი შეზღუდული ენერგიისა და ყურადღების დახარჯვა. ეს არის პრიორიტეტების ძალიან მკაცრი და შეგნებული ფილტრაცია. იმიტომ რომ მოდით ვაღიაროთ, თუ ჩვენ თვითონ არ ავირჩევთ, რაზე ვინერვიულოთ, ჩვენი გონება ამას ავტომატურად გააკეთებს. და რაზე გადაერთვება? რა თქმა უნდა, წვრილ მანებზე, ვიღაცის კომენტარზე, საცობში დგომაზე, ამინდზე. საბოლოოდ კი ჩვენს ენერგიას ფლანგავთ ისეთ რამეებზე, რასაც რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მთელ წიგნში. ჩვენ სულ ვფიქრობთ რა გვინდა, მაგრამ გვავიწყდება, რომ ბედნიერება პრობლემების გადაჭრის პროცესია. ნებისმიერი წარმატება კი გარკვეულ ბრძოლას მოითხოვს. თუ გინდა იყოს წარმატებული, უნდა გიყვარდეს ის ცირთულე და ის ტკივილიც კი, რომელიც ამ გზას ახლავს. აი ეს არის საკვანძო მომენტი. მესამე ნაწილი. ბრალი პასუხისგებლობის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა, რომელიც გვეხმარება, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დავიბრუნოთ. დაფიქრდით, შეიძლება თქვენ არ იყოთ დამნაშავე იმაში, რაც შეგემთხვათ, მაგრამ თქვენ ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის პასუხისმგებელი ხართ თქვენს რეაქციაზე. ბრალი წარსულს ეხება, პასუხისმგებლობა კი აწმყოს. როცა სხვებს ადანაშაულებ, შენ მსხვერპლის როლში ხარ და ძალაუფლებას კარგავ. როცა პასუხისმგებლობას იღებ, ამ ძალაუფლებას უკან იბრუნებ. დიახ, ზუსტად 100%-ით. არანაირი გამონაკლისი. ჩვენ 100%-ით ვართ პასუხისმგებლენი იმაზე, თუ როგორ განმარტავთ და როგორ პასუხობთ ცხოვრებისეულ მოვლენებს. ამის ბოლომდე გაცნობიერება ფაქტობრივად ყველაფერს ცვლის. საბოლოოდ ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია იმ ფასეულობებზე, იმ საზომებზე, რომლებიცაც ცხოვრობთ. ცუდი ფასეულობები, მაგალითად სიმდიდრე ან პოპულარობა, ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება და მუდმივ შფოთვას იწვევს. კარგი ფასეულობები კი, როგორიცაა პატიოსნება ან ცნობის მოყვარეობა, შინაგანია. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ისინი, რაც გაცილებით ჯანსაღ და სტაბილურ ცხოვრებას გვაძლევს. და ბოლოს მივედით მეოთხე კულმინაციურ ნაწილამდე, ხედი დასასრულიდან. ეს არის წიგნის ალბათ ყველაზე ღრმა და გამომაფხიზლებელი იდეა. მემენტო მორი, გახსოვდეს, რომ მოგხვდები. ცოტა პირქუშად ჟღერს, მაგრამ მენსონი ამტკიცებს, რომ საკუთარი სასრულობის გაცნობიერება საუკეთესო ფილტრია იმის გასარკვევად, თუ რა არის ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი. როდესაც აცნობიერებ, რომ შენი დრო ამ პლანეტაზე შეზღუდულია, უმნიშვნელო პრობლემები და სხვისი აზრი უბრალოდ თავის მნიშვნელობას კარგავს. სიკვდილის გარდაუვალობის მიღება გვათავისუფლებს, რათა ვიცხოვროთ უფრო თამამად, უფრო პატიოსნად და იმ ფასეულობებით, რომლებიც ჩვენთვის მართლა ძვირფასია.
ასე რომ დასასრულს რაღაც დასკვნის მაგივრად მოდით დავსვათ ეს კითხვა: საქმე ის კი არ არის, როგორ ავირიდოთ თავიდან ტკივილი. საქმე ის არის, თუ რომელ ტკივილს და რომელ ბრძოლას აირჩევთ თქვენ შეგნებულად. რადგან სწორედ ეს არჩევანი განსაზღვრავს, თუ ვინ ხარ წინამდილეში.